სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასწრო თქვენ და სულიად საქართველო. ამინ. დღევანდელ დღეს დანუ და ძმანუ მოგეხსენებათ წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია აღასრულებს სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენებას. ეს იყო ძალიან დიდი მღვდელმთავარი, მაგრამ ჩვენთვის ქართველებისთვის კიდევ ერთი სხვა ზეიმიც არის 47 წელიწადი შეუსრულდა პატრიარქს თავისი პატრიარქობის. 47 წელიწადი. თქმაც კი ამისი ძალიან ძნელი ამბავია. ასე რომ ეს მოხდა 47 წლის წინ, როგორც უკვე კავი-მეორე არაერთგზის, სწორედ აი ამ დღეს მისი აღსახტრება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში და ემთხვეოდა ეს დღევანდელი დღესასწაულს, რა თქმა უნდა, სპირიდონ ტრიმიფუნტელობას და შემთხვევით ამ ქვეყანაზე მინდა გითხრათ, რომ არაფერი არ ხდება. და მინდა გავიხსენო და გავაკეთო ასეთი პარალელი. როდესაც ძველი აღთქმის ისტორიას გიყვებით ახლა, ამა თუ იმ წინასწარმეტყველს ღმერთის გამოცხადება ჰქონდა, ღმერთი მას ეცხადებოდა ყოველთვის სხვადასხვანაირი სახელებით. ჯერ ერთი ამას თავისი მნიშვნელობა ისიც აქვს, რომ არ შეიძლება ერთი სახელით გამოცხადებოდა, იმიტომ რომ ერთი სახელი შეიძლება შემოფარგლავდეს რაღაცა ერთ გარკვეულ თვისებას და შენ გგონებოდა, რომ ეს არის მხოლოდ ღმერთი და რაღაცნაირად სხვა მეტი შენი გონება, რომელიც გარკვეულ საზღვრებშია, ამ საზღვრებს გასაქანი ვეღარ მისცე და ვეღარ მიხვდე იმას, რომ ღმერთი კიდევ უფრო სხვა რამეს ნიშნავს. აი, მაგალითისთვის რო არ დაგაბნიოთ ახლა და გეტყვით, ჩვენ ვამბობთ, რომ ღმერთი სინათლეა, ხომ ყველა ვიცით, რომ ღმერთი სინათლეა. მაგრამ სინამდვილეში სინათლე კი არ არის. იმდენად დიდი სინათლეა, რომ შენთვის სიბნელეა. ამიტომაც რაღაცა გარკვეული სახელებით გამოცხადება ნიშნავდა იმას, რომ ამა თუ იმ წინასწარმეტყველს, როდესაც გაეცხადებოდა, ყველა სახელს ეკითხებოდა. და მიზეზი ერთი იყო. რა მოქმედების გეგმას უსახავდა წინასწარმეტყველს. გახსოვთ პავლე მოციქული ახალ აღთქმაში, რომელმაც იცის ზედმიწევნით წმინდა წერილი. მიდის ქრისტიანების შესაპყრობად და დასასჯელად. ქრისტიანების ბევნელი იყო პავლე მოციქული, სანამ პავლე გახდებოდა სავლე იყო. და გამოცხადება, აი დაეცა გამოცხადება, ესეთი ტერმინი არსებობს, რა რომ განკვირვება, შეიძლება ძველ ქართულად ესეთი სიტყვა შეხვდეთ. ჩავარდა აი ამ გამოცხადების მოკლედ პროცესშია. პავლე მოციქული და ნახეთ, ეჭვი კი არ ეპარება, რომ ღმერთი ეცხადება. ეკითხება სახელს. რატომ? იმიტომ რომ მან ზუსტად იცის ჯული, ყველა წინასწარმეტყველი ასე აკეთებდა. შეხვდებოდა ღმერთი, ეკითხებოდა სახელს. ეს სახელი განსაზღვრავდა შემდგომი მოქმედების გეგმას. ეს სახელი განსაზღვრელი იყო ნამდვილად შემდგომი მოქმედების გეგმისა, თუ კი ეტყოდა, რომ მე ვარ ღმერთი ელოჰიმ, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ მას უნდა ემოქმედა როგორც მსაჯულს, იმიტომ რომ ელოჰიმ მსაჯულები იყო. თუ კი იტყოდა, რომ მე ვარ ღმერთი, რომელიც იახვეთი გამოიხატება, გარდა იმისა, რომ კიდე სხვა რაღაცებსაც ნიშნავს, ამავდროულად მოწყალეს აღნიშნავს და მაშინ მოწყალებით უნდა ემოქმედა. თუ კი ეტყოდა, რომ მე ვარ ღმერთი საბაოთ, ასეთი სახელებით ცხადდება ღმერთი, ან ადონაი. ადონაი არის რაღაცა თითქოს პროცესის ყოვლის მყრობელია ეხლა ბერძნულად მერე პანტოკრატონს რო ეძახით და ხატი რო გამოისახება მაცხოვრისა ტახტზე მჯდომარე მას ქვია ეს ყოვლის მყრობელი, ანუ პანტოკრატორი ბერძნულია და ებრაულ ენაში მას ქვია ადონაი. ეს ადონაი რა ელშადაი უпростоრად. ადონაი ბატონია, აური ბოდის გიხდით. ელშადაი რა იყო, იცით? აი ღმერთი, რომელიც აი თითქოს ეს ქაოსიც იყო შექმნის, როდესაც მატერია შეიქმნა, ღმერთმა რაღაცა უთხრა, რომ ეხლა სტოპ, გაჩერდი და მოკლედ ეს ყველაფერი დაალაგდა თავთავის ადგილას. ამიტომაც ეს თითოეული სახელი ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა ნახეთ, ჩვენი პატრიარქი ბერად რომ აღიკვეცა, დაარქვეს სახელად ილი. და მისი პატრიარქად კურთხევა მოხდა 25 დეკემბერს. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამ ორმა სახელმა ძალიან ბევრი რამ განსაზღვრა მის ცხოვრებაში, ისევე როგორც ღმერთი განსაზღვრავდა წინასწარმეტყველების ცხოვრებაში, თუ რა მოქმედებით უნდა ემოქმედათ. ვინ იყო ილია წინასწარმეტყველი? ილია წინასწარმეტყველი იყო
სარწმუნოების დამცველი და იცით როდის? როდესაც აღარავინ აღარ დარჩა, თვითონ ასე ლოცულობს, ღმერთს ასე ეუბნება, რომ ღმერთო, აღარავინ აღარ დარჩა ამ ქვეყანაზეო, ვისაც არ მოუდრეკიაო ბაალის წინაშე მუხლი. ღმერთი კი ეუბნება, რომ მე მყავს კიდე 7,000 კაცი გადანახული, შე რომ არ იცნობ ისეთიო და პატრიარქიც ხო სწორედ ასე დროს მოდის, რომ აღარც ეკლესია ფაქტიურად აღარც სასულიერო პირები არიან, თითებზე ჩამონასაცვლელია, ხუთი ეპისკოპოსია, მღვდელი არ ვიცი, ალბათ 50-მდე თუ რაღაც ესეთი ციფრია დაახლოებით და მოდის სწორედ აი ასეთ დროს. ვის დროს მოღვაწეობს ილია წინასწარმეტყველი? უღმერთო პერიოდია, აქაბია მეფე ასეთი, აქაბი საშინელი კაცი და საშინელებად ჩადის, ცოლი ყავს, ესე იგი მწვალებელთა შორის, ესე იგი მწვალებელი და სადისტი ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი ბოროტება ჩაიდინა და აი ესეთი მართლობის პერიოდში მოდის ელია წინასწარმეტყველი და ცდილობს თავისი ქადაგებით, თავისი სიმდაბლით, თავისი სარწმუნოებით, თავისი მოღვაწეობით. პირველია ილია წინასწარმეტყველთან ნახავთ თქვენ, რომ ის საწინასწარმეტყველო სკოლას აყალიბებს და მოწაფეები ყავს და ელისე მისი მოწაფეა და მისი მოციქულად გადაიქცევა ელისე. ამიტომაც ელიას აი ეს სახელი თითქოს და რაღაცნაირად მართლაც მისი სული გაცოცხლდაო ჩვენს პატრიარქში თამამად შეგვიძლია ვთქვათ, იმიტომ რომ სწორედ ასეთ პერიოდში და სწორედ ასეთ გარემოში მოუწია, სრული უღმერთობის გარემოში მოუწია მას მსახურება და ნამდვილად შეძლო ის, რაც შემდგომში უკვე ილია წინასწარმეტყველმა შეძლო, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა იხილა სასწაული მის მიერ აღსრულებული და მოექცნენ ისინი და ამოხოცეს თუ რაიმე ქურუმები იყვნენ. ძალიან ბევრი ქურუმები ყავდა მოკლედ ამ აქაბის ცოლს მოწვეული და რაღაცა მჭხიბავები და ამ ხალხმა დახოცა თვითონ ესენი რო ნახეს ილიას ესეთი სარწმუნოება და როდესაც დარწმუნდნენ რომ ისინი ცდებოდნენ და არასწორ გზას ადგენენ და ჩვენ ახლა ასე მადლობა ღმერთს არავის დახოცვა არ დაგვჭირვებია, მაგრამ დახოცვა საკუთარ თავში აი ესეთი რაღაცა შემოსული ცუდი ფიქრებისა და აზრებისა, რომ არასწორი მიმართულებით მიდიხარ, ამასაც სწორედ ეს ჭირდება, რომ უნდა მოიკვეთო, უნდა მოკლა შენში სწორედ ესეთი აზრები, რომ ყოველგვარ ცრურწმენას უნდა განეშორო და ჭეშმარიტ სარწმუნოებაში დადგე. ამიტომაც ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ როგორც ილია მისი სახელი ესე გამართლდა. და გამართლდა თუ არა ისე როგორც სპირიდონ ტრიმიფუნტელი. აი ხა მე ორიოდე სიტყვით გეტყვით, როგორი იყო სპირიდონ ტრიმიფუნტელი. ძალიან უბრალო იყო. წყემს იყო და წყემს დარჩა ბოლომდე. ოღონდ წყემსი პირდაპირ მნიშვნელობით ცხრების ფარას წყემსავდა. და ძალიან წესიერი იყო, ძალიან პატიოსანი იყო და გამუდმებულად საზოგადოებაში იყო და ტრიალებდა. ხო არ გონიათ რომ რაღაც დიდი კაბინეტები ჰქონდა მოწყობილი და მიუწვდომელი იყო საზოგადოება. ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო. აბსოლუტურად ყველასთვის. და ერთხელ მისი უწმინდესობა ასეთ რამეს ყვება. მე როდესაცო პატრიარქატო ამერჩიესო, დამადგინესო, 45 წლის ვიყავეო, ძალიან ახალგაზრდა ვიყავეო, ნუ ბუნებრივია, მართლა ახალგაზრდა. და მით უმეტეს ასეთი დიდი და მაღალი თანამდებობისთვის. და მოვიდნენ რჩევლებიო, რა თქმა უნდა, სახელმწიფო კეთილმსურველები გამოგზავნა ბჭყალებში, რომ კარგი რჩევები უნდა მიეცათ. ხო და პირველი რჩევა ეს იყო, რომ მითხრესო, ჩვენო უნდა დავსახოთ ეხლაო 5 წლის გეგმაო. ხო და 5 წლის გეგმა როგორ დამესახაო, ხვალ რა შევჭამდი ისიც არ ვიცოდიო, არაფერი ჯერ არ მქონდა შესწავლილი თქვა საპატრიარქო რითი უნდა ვიცხოვროთ, რა უნდა გავაკეთოთ. ამიტომ გადაუდეო, ხარიო რომ დღეს ეს ამბავი არ მოხდება. ვერ ვიზავთ ამას, უნდა დავლაგდეთ. ახალი აი 25-ში რომ აკურთხეს და დაახლოებით ერთ კვირაში რომ ესეთი საუბრები გაიმართოს, წარმოიდგინე. კიდე მოვიდაო, თქვა დავიბარე ერთი თვის შემდეგო. მოვიდა ერთი თვის შემდეგ კიდე გადაუდეო რომ რაღაცა კიდე ესეო და ასე გადავდეთო და მოკლედ ეს გეგმაო 5 წლიანი გეგმა ვერ დავწერეთო და რატომ მოკითხვა დაუსვეს? მოკვდა საწყალიო. არ დაიცვალა მოკლედ ის კაცი ამ 5 წლიანი გეგმის ბოლოდინში. და მეორე მოყვა ესეთი რამ რომ იგივე კეთილმსურველები და მრჩეველებიო მოვიდნენ და მითხრეს ასეთი რამ რომ შენო ხახლაო ისეთი პატრიარქი გახდიო და ნუ პატრიარქი ხარო და ნახეთ რა კეთილმსურველია. როგორი კარგი რამეს აი თუ ესე შეხედავდა არ დააკვირდები კულისებში რა ხდება მოკლედ
მხოლოდ სცენაზე მოქმედებას აკვირდები, მაშინ შეიძლება ადამიანი შეცდომაში შევიდეს. რა კარგი შეთავაზება ეუბნებიან, რომ შენი გამოჩენა საზოგადოებაში უნდა იყოსო ფურორი. ესე ყველას შეხვდე და ყველას ხელი ჩამოართო, არა, შენო პატრიარქი ხარ. შენმა გამოჩენამ უნდა მოახდინოსო რაღაცა აი ფეიერვერკივით უნდა იყოსო, მხოლოდ ახალ წელს რო ისრვიანო. ამიტომო წელიწადში ორჯერ შობას და აღდგომას უნდა გამოხვიდე შენ საზოგადოებაში. დანარჩენიო ისე უნდა იყოს საზოგადოებისთვის, რომ შენმა გამოჩენამ მოკლედ ხალხი ამას უნდა ელოდებოდესო და პატრიარქმა თქვა ასეთი რამ, რომ მეო მივხვდიო, რომ რასაც ისინი მეუბნებოდნენ, პირიქით უნდა გამეკეთებია ყველაფერი. თუ მინდოდა რაღაცა შედეგისთვის მიმეღწიაო და მეორე დღეს გამოიტანა თავისი სავარძელი სიონის ეზოში დაჯდა. გამლელს და გამომლელს ესაუბრებოდა. მე ძალიან ბევრი მღვდელი ვიცი, მათ შორის ჩემი მოძღვარი, რომელმაც ეკლესიაში სიარული ასე დაიწყო, რომ პატრიარქი სიონის ეზოში გაიცნო ესე სავარძელში დამჯდა. მივიდა და გამოელაპარაკა, რაღაცა კითხა. და იმან რაღაცა უთხრა, სასწავლობ გპ-ში, რასაკეთებ რაღაცა ამას. მე უთხრა, რომ აი აქ რაღაც ნატურაა გადამწვარი, აბა რატო არ ინთება, იმან ის გააკეთა, მე იმან წავიდა თავის მეგობრები მოიყვანა კიდე გპ-დან, ხუთლები არიან დღეს. რამდენი ვიცით ესეთი. აი ესეთი იყო სპირიდონ ტრიმიპუნტელი, ამისი თქმა მინდა, რომ აი ესეთი უშუალობით, ასეთი რაღაცა საზოგადოებასთან ურთიერთობით ახერხებდა იმას, რომ ყოფილიყო სპირიდონი. ამავდროულად ძალიან კაცრად დამცველი თავისი სარწმუნოებისა. ის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაში მონაწილეობდა და სხვათა შორის ძალიან შეეშინდათ, როდესაც მან წამოდგა და სიტყვის თქმა მოინდომა, არიოზი იყო იმდენად განათლებული და ცბიერი პიროვნება, არიოზულ მწვალებლობას ებრძოდა პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება, რომ შეეშინდათ, რომ სპირიდონი, რომელიც აი ესეთი უბრალოა, წყემსი კაცია, რაღაცა დიდი თეოლოგიური სკოლები მას არ აქვს გავლილი, როგორ შეიძლებოდა ის დაპირისპირებოდა არიოს და აიღო ხელში სპირიდონმა აგური და ხელი მოუჭირა. ცეცხლის ალი ამოვარდა ამ აგურიდან, რომელიც ჰაერში გაიფანტა, მიწაზე ჩამოიქცა წყალი და ხელში დარჩა ქვიშა, რისგანაც იყო გაკეთებული ეს აგური და უთხრა, ყოვლადწმინდა სამების შესახებ, მისი ერთარსების შესახებ, აი ეს აგური ხო ერთი იყო, მაგრამ ასეთი ნაწილებისგან გამოვლინდა ასე სამსახით. ანუ ერთი აგურისგან ასეთი სახე გამოვლინდა, რომ მას ჭირდება ნამდვილად აგური რო გაკეთდეს, ცეცხლი, წყალი და ეს რაღაცა მატერია, ქვიშა ამ შემთხვევაში. თუმცა კი ეს ძალიან უხეში შედარება არ გეგონოთ, ყოვლადწმინდა სამება ასე შეიძლება და გამოიხატებოდეს, მაგრამ ადამიანის გონებისთვის რომ უფრო ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ ხდება ასეთი შედარება, თორემ ყოვლადწმინდა სამება რა შეიძლება შეადაროს ადამიანს. აი ფაქტიურად სპირიდონ ტრიმიპუნტელის და მისი მსგავსი მღვდელმთავრების დამსახურებაა ის, რომ მიიღეს სწორი გადაწყვეტილება და არ აყვნენ არიოზის კეთილმოუბრობას, არამედ ნამდვილი და ჭეშმარიტი დოგმატი დაადგინეს, რომ მამა, ძე და სულიწმინდა ერთი ღმერთია, სამპიროვანი. ასეთი გახლავთ პატრიარქის მოქმედება, სწორედ რომ მან ეკლესია ამ დოგმატის საფუძველზე, წმინდა წერილის საფუძველზე გააცოცხლა, ნამდვილად შეიძლება ითქვას, როგორც უყვარს ხოლმე თვითონ თქვა, რომ სუდარა გადაფარებული ჩაიბარეო, ასე მითხრესო და დღეს აღარ არის ეს სუდარა გადაფარებული. დღეს აი ამდენი ხალხი ეხლა რაც დღეს შუა კვირის წირვაზე ვდგავართ, კვირის წირვაზე სიონში არ იკრიბებოდა. საპატრიარქო წირვაზე ამდენი ხალხი არ იდგა. წარმოგიდგენიათ რა მდგომარეობა იყო. ეხლა შუა კვირა და სამუშაო დღე რო არის და ჩვენ მაინც ვახერხებთ აქ დგომას წირვაზე, მაშინ ამდენი კვირა დღესაც ვერ გროვდებოდა. ამიტომაც ეს ყველაფერი ჩვენთვის უნდა იყოს პირველ რიგში ნიშანი იმისა, რომ ღმერთი არასდროს არ დატოვებს ადამიანს. თავარია ღმერთმა არ დატოვოს ადამიანს. არასდროს არ გადადგავს ღმერთი ისეთ ნაბიჯს, რომ შენს წინააღმდეგ იყოს. პირიქით, ყოველთვის ელოდება შენგან რაღაცა მისკენ გადადგმულ ნაბიჯს, რომ ისიც ასე შემოგეგებოს და ამიტომაც რაღაცა გარკვეული ისტორიული მოვლენები, რაც ჩვენს თავს მოხვდარა საქართველოს ისტორიაში თუ ჩვენს პირად ცხოვრებაში, აბა კარგად დააგვირდით ამას და კარგად გამოიძიეთ ეს ყოველივე, რა უძღოთ ამას წინ და რა შეიძლება ამას მოხვეს. ისევე როგორც ჩვენი პატრიარქის შესახებ ყვებით და ვადარებთ მას, რომ აი ილია ქვია სახელად და ილია წინასწარმეტყველის მსგავსად იღვაწა, როგორც გითხარით.
სპირიდონ ტრიმიფუნტელობას მოხდა მისი კურთხევა და ამიტომაც რაღაცნაირად ისეთი მღვდელმთავრობა გასწია, როგორც სპირიდონის ცხოვრებაში წერია, ასეთი უბრალოებით. ამიტომაც დავიწყეთ დღევანდელი საუბარი ასე. ღმერთი ეცხადებოდა ყველა წინასწარმეტყველს რაღაც გარკვეული სახელით, რაც ეუბნებოდა